დილამშვიდობის და უყურებთ ქრონიკას 11 საათზე. მე ხატია ქვათაძე ვარ. ფიჩის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა, დეტალები რამდენიმე წუთში. 98 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან კოჯორში იუნკერთა მემორიალს დილიდან პატივს მიაგებენ. ვენესუელაში არეულობას მსხვერპლი მოხვა, შეტაკებისას 25 ადამიანი დაიღუპა. სარეიტინგო კომპანია ფიჩმა საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა. ჩვენ ქვეყანა რეგიონის ერთადერთი სახელმწიფოა, ვინც ამ კვლევაში წინსვლა აჩვენა. სიახლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს შედეგი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის დასტურია. მისივე თქმით, ფიჩის მიერ საპენსიო რეფორმაც დადებითად არის შეფასებული. ნანუკა ქაჯაია ესწრებოდა მთავრობის მეთაურის პრესკონფერენციას და გვეტყვის, რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი. გისმენთ, ნანუკა. ხატია, პრემიერ-მინისტრის განცხადებით ფიჩის რეიტინგში წინსვლა პირდაპირ გავლენას მოახდენს ქვეყნის მთავარი გამოწვევის სიღარიბის დაძლევაზე. მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ პოზიციის გაუმჯობესება საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას გაზდის. ფიჩი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-დან BB-მდე გაზარდა, რაც ქვეყნის მეთაურის განცხადებით ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს. ყველას გილოცავთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ფიჩმა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გაუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც ფიჩის რეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციების მოზიდვას, ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს უკვე ნაკლები რისკები და ეს აისახება იმაზე, რომ საპროექტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფთება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენ შევძელით ის, რომ შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს არის ისტორიული პრობლემა ჩვენი ეკონომიკის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. და ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ. რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნეს გარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები, ასევე ის, რომ საქართველო იკავებს მსოფლიო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით რეიტინგში მე-6 ადგილს და რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ ვართ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. რა თქმა უნდა აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურებისთვის გახდა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. რას ნიშნავს ქვეყნისთვის რეიტინგის ზრდა, ამაზე ვრცლად ისაუბრა მამუკა ბახტაძემ დღეს, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ფიჩმა დადებითად შეაფასა საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდის შექმნა. ფიჩის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელიც. ფიჩის რეიტინგის მიხედვით ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა. საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს. ფიჩის შეფასება და დაწინაურება საქართველოს საკრედიტო რეიტინგში გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი. ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდნირობით გამოწვეული, მაგრამ ამავე დროს ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახები კრიტიკოსების მიმართ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ხდის უფრო კონკურენტუნარიანს. და ეს არის კონკრეტული ფაქტი. რაც თავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის ჯერ კიდევ სიღარიბე სამწუხაროდ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება. და არც ერთი რეიტინგი არაფერს არ ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები
და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ საქართველოში განხორციელდა დაიწყო იმპლემენტაცია დაგროვებით საპენსიო რეფორმის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ უზრუნველყოფას, ფინანსურ კეთილდღეობას საპენსიო ასაკში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უახლოეს წლებში საქართველოში შეიქმნება პირველად მის ისტორიაში შეიქმნება უპრეცედენტო საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რამაც უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ეკონომიკის აღმასვლას. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ 23 თებერვალს გამოვაქვეყნა რეიტინგი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, ვინც წინაურდა ჩვენი მაჩვენებელი BB-დან BB-მდე გაიზარდა. გმადლობ ნანუკა ქაჯაია საუბრობდა ფიჩის რეიტინგში წინსვლის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიაშია ოფიციალური ვიზიტი ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტთან, ფედერალური საბჭოს ხელმძღვანელთან, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანთან და სხვა მაღალ ჩინოსნებთან შეხვედრებს მოიცავს. ვასილ დაბრუნდაშვილი გვერდება პირდაპირ. ძალიან ცუდად ვარ ამ 11 საათზე და მიშველეთ რა. ხმარა ამას თუ მე არ მესმის. პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძე და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან იუსტიციის მინისტრს. ეს შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა აქვს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ირაკლი კობახიძე შეხვდება ქართულ დიასპორასაც უკვე მომდევნო დღეს და ასევე გამართავს შეხვედრას და საჯარო განხილვას თემაზე საქართველო, ნატო, ევროკავშირი, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის გარდა შედიან დეპუტატები, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება სოფიო კილაძე, ასევე რატიო ნათამიშვილი და ანრი ოხანაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება თავის კოლეგებთან, ზედა და ქვედა პალატაში და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილი არის საჯარო ღონისძიება ვენის დიპლომატიურ აკადემიაში და ასევე შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. ჩვენი ორი ქვეყანა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს და აი ამ თანამშრომლობაში საკანონმდებლო საპარლამენტო კომპონენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესვე ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტთან. უნდა აღინიშნოს, რომ დღის წესრიგი არის საკმაოდ დატვირთული. ეს ვიზიტი ავსტრიაში არის ორდღიანი და უკვე მომდევნო დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდება ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს და ეუთოს პრეზიდენტს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართული დელეგაცია ავსტრიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ უკვე გადაინაცვლებს პოლონეთში და ვარშავაში გაიმართება ოფიციალური შეხვედრები. ვასილ დაბრუნდაშვილი საუბრობდა ავსტრიიდან. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდება. ძალოვანი უწყება ამ მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს. წარმოდგენილი იყო ასევე ბოლო დროის სტატისტიკა. თამთა ასანიძე გვერდდება და გვეტყვის, რამდენად რთულია ვითარება და რა გეგმა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გისმენთ თამთა. არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა 2018 წელს წინა წლებთან შედარებით მკვეთრად მოიმატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა მოიმატა ქურდობის ნაწილში და აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საკუთრების უფლების ხელყოფის 78%-ია დაფიქსირებული. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს, აქ ძალადობის კომპონენტია მომატებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომპლექსური მიდგომების საჭიროებაზე საუბრობენ და პრევენციის სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა, გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. ძირითადად არასრულწლოვანები ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ეს გახლავთ ქურდობა, მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს,
ამანაც მოიმატა, ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო შემდეგ ამას მოსდევს სხვა სახის დანაშაულები. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს ორი. პირველი, შესაძლოა მოიმატა ნამდვილად არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე მათი მხრიდან მომართვიანობის გაზრდა. დღევანდელი შეხვედრა კანონმდებლობის გამკაცრებას არ ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსური მიდგომების საჭიროებაზე საუბრობს და ამ მიზნით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ხვდება. მადლობა თამთა ასანიძეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვია ძიძიგურმა იმედი ლაივის ეთერში ქართული ოცნების ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, უმრავლესობიდან ხელისუფლების პრობლემა დღეს არა სასამართლოს, არამედ მოსახლეობას უფრო მეტად უკავშირდება. ძიძიგური ამბობს, რომ არჩევნების დროს საზოგადოების მხრიდან მიღებულ სიგნალებს მთავრობის მხრიდან ადეკვატური რეაგირება სჭირდება. მისივე განცხადებით, ის არ ეთანხმება პოზიციას, რომ მხოლოდ ძველი სახეები უნდა იყვნენ გუნდში და ახლები არ უნდა ჩანდნენ. დეპუტატის განმარტებით, ახალი ადამიანების მისვლამ პარტიაში და ძველების წასვლამ კონფლიქტი არ უნდა შექმნას. მოსახლეობის პრობლემები, რომელზეც სიგნალი მივიღეთ ჩვენ არჩევნების დროს, სერიოზული სიგნალი მივიღეთ და ამას სჭირდება აუცილებლად ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეკაგვესპესელია აღიქმება როგორც ძველი გვარდიის წარმომადგენლად, ისევე როგორც ლევან გოგიჩაიშვილი და ისევე როგორც გედი ფოფხაძე და მე არ ვფიქრობ, რომ მათი უმრავლესობიდან გასვლა ეს არის ამოწურული რესურსი და უშუალოდ ან მათთან თანამშრომლობის და ან მთლიანად იმ ადამიანებთან თანამშრომლობის, რომლებიც 2011-12-ში ჩვენთან იყვნენ. უმრავლესობიდან ერთ-ერთი წასული გედევან ფოფხაძე დღეს საკუთარი გადაწყვეტილების და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ პარლამენტში დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს. მან ფრაქცია ქართული ოცნების შემადგენლობა დატოვა და როგორც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო აცხადებს, აღარც ის, აღარც ეკაბესელი და აღარც ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან. ეკაბესელიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად საჯაროდ განაცხადა, მისი კონფლიქტი უკავშირდებოდა გუნდთან მოსამართლეთა უვადო დანიშნვის შეჩერების ინიციატივას, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ასევე ბექა ნაცვლიშვილმაც და შედეგად ქართულმა ოცნებამ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. რომ ინვესტორთან განწყობა მე ორჯერ გამოვხატე. ნებისმიერ მომენტში თუ კი იქნება ამ ბიზნესმენების გავსიტვს, რომ ნაკლებად გახმაურებული თუ მოქმედებები, რომელიც TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო ბიზნეს ომბუდსმენთან საუბრის თემა გადაცემაში იმედი ლაივ. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ის მხოლოდ საჯარო განცხადებების მიხედვით მსჯელობს, რადგან ამ საქმიდან გამომდინარე მისთვის როგორც ბიზნეს ომბუდსმენისათვის არავის მიუმართავს. ლექვინაძის თქმით, პროცესი ბუნდოვნად დაიწყო, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციები გამოიწვია. იყო ინფორმაციის სერიოზული დეფიციტი, ჩვენ ვფიქრობთ კომუნიკაციის სერიოზული დეფიციტი. როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორეს მხრიდან, რამაც წარმოშვა ძალიან ბევრი ინტერპრეტირების საშუალება. მამუკა ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარაძის პრესკონფერენციიდან რაც იყო, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ შეიძლება ამ ფონმა მთლიანობაში ინვესტორებში შეცვალოს განწყობა და ის ხალხი, ვინც ფული უნდა ჩადოს ანაკლის პროექტის განხორციელებაში, შეიძლება გარკვეული თავშეკავება გამოაჩინონ. ამიტომ მე მგონია, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაძლიერება თვითონ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ვიცი, რომ სახელმწიფო თავისი მოქმედებებით და ნაბიჯებით აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტის განხორციელებას, უბრალოდ მგონია, რომ დიპლომატიურ კორპუსთან, ინვესტორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მას ექიმის დამატებითი დახმარება და კვლევების ჩატარება არ დასჭირდა. ილია მეორის ავადგახდომის შესახებ გუშინ სამებაში წირვის დროს გახდა ცნობილი. კივილები ქონდა მუცლის არეში, როგორც მისმა კურნვალ ექიმმა განაცხადა, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში აგრძელებს დღეს, არ საჭიროებს დამატებით ჩარევას და კვლევას.
პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტსაც უმასპინძლა და საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები იყო. ამ საუბრის თემა ხაზი გაესვა ქართულ დიასპორასა და სტუდენტებთან შეხვედრების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ მაღალ ნდობას და ამ ნდობის ეროვნული ინტერესებისათვის გამოყენების საჭიროებას. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შეესწრებოდნენ. თავარი ის არის, რომ საქართველოში დაარსდეს, აღორძინდეს, გაძლიერდეს ქართველოლოგიური და კავკასიური ცენტრი. ამის შესახებ ვესაუბრე რუსთაველის ფონდის ახალ ხელმძღვანელობას. მგონი რომ მზად არიან ამისთვის, რომ კვოტა იყოს დაფინანსების მუდმივი. ვახარებს რომ დასაწყისი ძალიან ენერგიულია, ძალიან საქმიანია თქვენი მოგზაურობები. რამოდენიმე თემა იყო დაგროვილი და განსახილველი მის უწმინდესობასთან. პრეზიდენტის მხრიდან ეს არის მისი ვიზიტების შესახებ და განსაკუთრებით დიასპორასთან და სტუდენტებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი თხოვნა საზღვარგარეთიდან, რომ ქართველოლოგიური ფაკულტეტები და კათედრები დააფინანსოს საქართველოს საზღვარგარეთ. საქართველოს იმ ადამიანებს იხსენებს, ვინც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლას თავი შესწირა. საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წელი გავიდა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია იუნკერთა მემორიალთან კი დილიდან ხალხმრავლობაა ცოტა ხნის წინ მთავრობის მეთაურიც იმყოფებოდა ადგილზე. დავით საგარელი გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, ახლა მიმდინარეობს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იუნკერებისა, რომლებმაც 98 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. პარაკლისს ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, პირველი პირები, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოსული აქ საქართველოს პრეზიდენტიც. დილიდან კი მემორიალთან იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ჩვენი რესპონდენტების პოზიცია და განცხადებები თითქმის იდენტურია, რომ 98 წლის წინ საქართველოს ძალიან დიდ განსაცდელს გაუძლო, თუმცა არანაკლებ დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ახლაც, რასაც რუსეთის ოკუპაცია ეწოდება. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, იუნკერებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი თავისი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ეს არის მაგალითი ყველა თაობისთვის, თუ რა არის ჩვენი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და ხანდახან ისტორიის რთულ მომენტებში როგორ თავდადებას მოითხოვს ქვეყანა და სამშობლო. საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლების და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს დღესაც არის ოკუპაციის ქვეშ, საქართველოს დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში ევროპაში დასაბრუნებლად. ამიტომ დღეს პატივს მივაგებთ იუნკერებს, ვიხსენებთ მათ თავგანწირვას. ეს მემორიალი არის სიმბოლო იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენ ამოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი ჩვენ გმირებს. დიახ, საბჭოთა ოკუპაციიდან ზუსტად 98 წელი გავიდა. შეგახსენებთ 1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია ცდილობდა შემოსვლას თბილისში, თუმცა წინააღმდეგობა მათ ძირითადად ტაბახმელასა და კოჯორთან გაუწიეს ქართული არმიის იუნკერების რიგითმა მოსახლეობამ, რომელმაც წინააღმდეგობამ თითქმის 11 დღეს გასტანა, თუმცა 23 თებერვალს ბრძოლები შეწყდა და უკვე 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში უპრობლემოდ შემოვიდა. გმადლობ დავით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლები დიპლომატებთან და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინიცირებულ კანონპროექტში გარკვეული ბუნდოვანებებია საბჭოს დაკომპლექტების საქმიანობის ორგანიზების თუ პრემიერ-მინისტრისთვის უსაფრთხოების სფეროში გადაცემული უფლებამოსილების კუთხით, რასაც მათი მოსაზრებით დამატებითი განხილვა სჭირდება. TMC-მ წარადგინა როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მთავრობაში, როგორც ინიციატორ ორგანოში მოსაზრებები და წინადადებები, თუმცა ვფიქრობთ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია ამ საკითხები გახდეს უფრო ფართო დისკუსიის საგანი სხვადასხვა ჯგუფებს შორის. სურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს პროექტი გვთავაზობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის პრემიერ-მინისტრის როლი და უფლებამოსილება ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციის საკითხებში, კონკრეტულად კი ის ჩანაწერები, რასაც
პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების თვალსაზრისით წარმოდგენილი კანონპროექტი გვთავაზობს. საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. მხარეებმა წინა სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვა უკვე თქვეს. დღევანდელ პროცესზე კი დასკვნით სიტყვას წარმოადგენენ. ამის შემდეგ სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება რჩება. არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი მოსამართლემ დღესვე გამოაცხადოს. პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სუბელიანის შვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი გარდაცვლილის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სუბელიანს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს. წინა სასამართლო პროცესზე წარმოადგინეთ შესავალი სიტყვები, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევას, სადაც ხონდა გახდილი მხოლოდ ერთი მტკიცებულება და ეს იყო მიხეილ შაყულიაშვილის ჩვენება, რომელიც ჩვენ უდაოდ-ცანით უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ეს უკვე მოსამართლის და სასამართლოს გადასაწყვეტია. თაღლითობა სოციალურად დაუცველი საზიანოდ ფინანსურმა პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააგავა. გამოძიების ინფორმაციით მათ სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ 5,000 ლარის გადახდის შემთხვევაში თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დახმარებით საცხოვრებელ ბინას საკუთრებაში გადასცემდნენ და ამისთვის თანხის ნაწილი 1,000 ლარი წინასწარ გამოართვეს. ბრალდებულები სწორედ ამ დროს დააპატიმრეს და მათ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითური განზრახვით დაუკავშირდნენ სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნეს იგი, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დახმარებით 5,000 ლარის გადახდის შემთხვევაში შეძლებდნენ საცხოვრებელი ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემას. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვეს და გამოართვეს თანხის ნაწილი 1,000 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ველოტრასებთან დაკავშირებულ სანქციებს ეხება. როგორც უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება იგეგმება. ბიუროზე იმსჯელებენ ტყის კოდექსთან დაკავშირებითაც, რათა ამ სფეროში დღეს არსებული პრობლემები გადაიჭრას. უმრავლესობის წარმომადგენლის განმარტებით დეპუტატები რამდენიმე საორგანიზაციო საკითხთან ერთად განათლების კანონში შესატანცვლილებებსაც განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაც ეხება ველოტრასებთან დაკავშირებით სანქციებს, გამკაცრდება, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები აღნიშნული წესების დარღვევის. ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ტყის კოდექსის ინიცირება, რომელიც პრაქტიკულად დაარეგულირებს იმ საკითხს, რაც არის მოუწესრიგებელი. საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტით ჟენევას ეწვევა. დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვითაც გამოვა. ის ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას წარმოადგენს და მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ისაუბრებს. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, ოტოვლთა უმაღლეს კომისარს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და მაღალი დონის სეგმენტში მონაწილე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდება. საქართველოს წარადგენს რეზოლუციის პროექტს თანამშრომლობა საქართველოსთან. დოკუმენტი ასახავს საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და საბჭოს მექანიზმებთან. მასში ასევე მოცემულია მიღწევები დემოკრატიული პროცესების გამტკიცების კუთხით და ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დაშვებისა და ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების. ბანგლადეშში შეიარაღებულმა პირმა თვითმფრინავი გაიტაცა. ლაინერი ავიარეისს დაკადან დუბაის მიმართულებით ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბოროტმოქმედი პილოტს იარაღით დაემუქრა. ინციდენტისას ეკიპაჟის წევრები და მგზავრები არ დაშავებულან, მათ თვითმფრინავი იმ დროს დატოვეს, როდესაც ავარიულად ჩიტაგონგის აეროპორტში დაეშვა. ლაინერის ბორტზე 142 მგზავრი იმყოფებოდა. გამტაცებელი ლიკვიდირებულია, თვითმფრინავის გატაცების მოტივი კი ჯერჯერობით უცნობია.
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებას 25 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ბოლივარის შტატში მოხდა, სადაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყანაში ბრაზილიის საზღვრიდან ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას სცადეს. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ მადუროს დღეები დათვლილია. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ევროკავშირმაც დაგმო. რუმინეთში ათასობით ადამიანმა ხელისუფლების მიერ მიღებული სასამართლო ცვლილებები გააპროტესტა. აქტივისტების განმარტებით ახალი რეგულაციები მმართველი პარტიის კორუმპირებულ პოლიტიკოსებს მართლმსაჯულებისაგან თავის არიდების შესაძლებლობას აძლევს. ახალი წესების თანახმად იცვლება პროკურორებისა და მოსამართლეების სტატუსი. ახლებურად რეგულირდება სასამართლო ინსტიტუციები და მაგისტრი მოსამართლეების საკითხი უზენაეს საბჭოში. ბრექსიტის პირობების შესახებ მორიგი კენჭისხრა ბრიტანეთის პარლამენტში 12 მარტამდე გაიმართება. ამის შესახებ ტერეზა მეიმ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში დაგეგმილი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საბოლოო მხარდაჭერას დოკუმენტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიც მოიპოვებს. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად ბრიტანეთმა ეს გაერთიანება 29 მარტს უნდა დატოვოს. ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენაზე 2019 წლის ოსკარის მფლობელები დასახელდნენ. გამოვლინდა საუკეთესო ფილმი, რეჟისორი, სცენარისტი, ასევე მუსიკალური კომპოზიცია, ანიმაციური ნამუშევარი, საუკეთესო სიმღერა და უცხოენოვანი მხატვრული სურათი. ოსკარი გადაეცათ საუკეთესო მსახიობებს. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი ლეგენდარული ჯგუფის Queen-ის პოპულარული სიმღერით გაიხსნა. ლოს-ანჯელესში 91 ოსკარის გამარჯვებულები გამოავლინეს. წლევანდელი ცერემონია უჩვეულო იყო. 1989 წლის შემდეგ პირველად დაჯილდოვებამ წამყვანის გარეშე ჩაიარა. გამოთავისუფლებული დრო მუსიკალურმა ნომრებმა შეავსეს. შთამბეჭდავი იყო ბრედლი კუპერისა და ლეიდი გაგას პერფორმანსი, რის შემდეგაც დარბაზში საუკეთესო სიმღერის გამარჯვებული დაასახელეს. Lady Gaga, Mark Ronson, Anthony Raccomando. ოსკარის მიღების შემდეგ აცრემლებულმა ლეიდი გაგამ ფილმ ვარსკვლავის დაბადების მთავარ მსახიობს ბრედლი კუპერს მიმართა და მადლობა გადაუხადა. ლეიდი გაგა ოსკარს საუკეთესო ქალი მსახიობის როლისთვისაც ელოდა, თუმცა ამ ნომინაციაში ბრიტანელმა ოლივია კოლმანმა გაიმარჯვა. კოლმანისთვის ეს პირველი ოსკარი აღმოჩნდა. ჯილდო მსახიობს მხატვრულ ფილმ ფავორიტში შესრულებული როლისთვის ერგო. And the Oscar goes to Green Book. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარი მწვანე წიგნმა მიიღო. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს რჩეული ჯულია რობერტსმა დაასახელა. ბიოგრაფიული დრამა რეალურ მოვლენებს ეფუძნება და მისი რეჟისორი პიტერ ფარელია. კინოსურათი რასობრივ თემატიკაზეა შექმნილი. ის მაყურებელს ცნობილი პიანისტის დონ შირლისა და მისი მძღოლის მოგზაურობის ამბავს უყვება. მწვანე წიგნისთვის საუკეთესო ფილმის ნომინაცია ერთადერთი არ ყოფილა. მხატვრულ სურათს ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვისაც ერგო. ფილმში მონაწილეობისთვის მეორე ხარისხოვან როლზე მამაკაცის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა მაჰერშალა ალიმაც. საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი წლევანდელი ოსკარი რემი მალეკს ერგო. ჟიურის გადაწყვეტილებით მალეკმა ჯილდო ლეგენდარული მომღერლის ფრედი მერკურის განსახიერებისთვის დაიმსახურა. გამოვლინდა საუკეთესო რეჟისორიც 2019 წლის ოსკარი. ამ ნომინაციაში ფილმ რომასთვის ალფონსო კუარონს გადაეცა. ოსკარი რომას შემოქმედებითმა გუნდმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვისაც დაიმსახურა. ამ ნომინაციის გამოცხადებას პოლიტიკური განცხადების გარეშე არ ჩაუვლია. სცენაზე გამარჯვებულის გამოსავლენად ასულმა ხავიერ ბარდემმა სიტყვა ესპანურად წარმოსთქვა და გადაადგილების თავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება. მსახიობმა აღნიშნა, რომ ახალ გამოგონებებსა და ნიჭს ვერანაირი საზღვრები და კედლები ვერ შეზღუდავს. de la cultura y del idioma de diferentes países.
Regina King. შეზღუდვებსა და უსამართლობაზეა მხატვრული სურათის სახელწოდებით თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება. ის მაყურებელს აფროამერიკელი წყვილის ტრაგიკულ ცხოვრებაზე უყვება. სწორედ ამ ფილმში მონაწილეობისთვის მიიღო მეორე ხარისხოვანი როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება რეჯინა კინგმა. მსახიობისთვის ეს ოსკარის პირველი ნომინაცია იყო. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წაგებით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 77-84 დაამარცხდნენ. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში წინა შეხვედრის მსგავსად საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 17 ქულით დაასრულა და 6 გუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. დასანანი ეს არის აქ წავაგეთ ჩვენ სპორტის სახელში ჩვენ გულშემატკივარს თვალწინ. ვეცდებით მე უკვე შემდეგ ეტაპზე რომ დაიწყება შემდეგი შესარჩევი. იმედია რომ ყველანი ჩამოვლენ, ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით და მთელი ძალებით მე უფრო კარგ თამაშს ვაჩვენებთ. პირველ რიგში მინდა მივულოცო გამარჯვება ესტონეთის ნაკრებს. უკეთ ითამაშეს და დიდი ენთუზიაზმი გამოავლინეს. კონცენტრირებულები იყვნენ და კარგად იდგნენ დაცვაში, რაც არ ყოფილა ჩვენთვის მოულოდნელი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გვიჭერდნენ მხარს. ჩემი კონტრაქტი იწურება და მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გავმართავ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან. ქუთაისის ტორპედო საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებულია. გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ტორპედომ ქვეყნის ჩემპიონი საბურთალო 1-0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმში მერაბ გიგაურმა გაიტანა. ტორპედომ სუპერთასი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო. ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება და პირველ ტურში ქუთაისელები ბოლნისის სიონს უმასპინძლებენ. საბურთალოს მეტოქე კი ბათუმის დინამო იქნება. მოხარული ვარ სეზონი ტიტულით რო დავიწყეთ და მიშევმატეთ კიდევ ერთი თასი ქუთაისის ტორპედოს. რა ჩემ გოლს შეეხება ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი გოლის წყალობით მოვიგეთ. ყველა ტიტული მნიშვნელოვანია, მადლობა უფალს რომ გავიმარჯვეთ. მე მადლობა მინდა ჩვენს ფეხბურთელებს გადავუხადო, მათ ყველაფერი გაიღეს ამ გამარჯვებისათვის. მინდა ჩვენს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო და მიულოცო ორიგი ტიტული. დღის ყველა სიახლეს გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში, შევხვდებით 14 საათზე დროებით.